არა უშავს ჟანრის კლასიკა არის, ეხლა გამოვა ტელეკომპანია იმედი და იტყვის, რომ ამ ადამიანებს სახლი აქვს, ან ნაცები აღმოჩნდება, ან აგენტურა იქნება, რა პრობლემაა. და გამოვასახლოთ, დავაჯარიმოთ, თუ საჭიროა დავიჭიროთ, იმიტომ რომ ნებისმიერი ვინც არ ეთანხმება იმერც. ის დიდი ალბათობით აგენტი არის. ხვალ ვინც გვიყურებს ახლა შეიძლება ქართული ოცნების სამომრჩეველი გვიყურებდეს. ხვალ თუ აღარ იქნება ქართული ოცნების სამომრჩეველი, აზრ შეიცვლის რა მის გამო არ ბევრი რაღაცის გამო შეიძლება აზრ შეიცვალოს. მაგარი ალბათობით აგენტი აღმოჩნდება, ან ნაციონალი აღმოჩნდება, ან რაღაცა სხვა ფორმას მოუძებნიან, ანუ მთელი ამბავი იმაშია, რომ ქართული ოცნებისთვის რამდენადაც ჩემი დაკვირვებით მე შემიძლია თქვა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა საშუალებებს გამოიყენებს იმისათვის, რომ მიზნებს მიაღწიოს. თქვენ მიზნებით დაიწყეთ. ჩემთვის მე მაინც მეფიქრება ხოლმე ამ მიზნებზე და განსხვავებული ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა მიზანი აქვს, რომლის შესრულებასაც ცდილობს ქართული ოცნება და ამ შემთხვევაში ის რაც მოხდა გუშინ და გუშინ წინ გამოსახლების ნაწილში კიდევ ერთხელ მკაფიოდ უსვამს ხაზს, რომ ქართული ოცნება შეუძლებელია განხილული იყოს რაიმე ტიპის, რაიმე სახის სუვერენულობის დამცველად. ეს ხელისუფლება, ისევე როგორც წინა ხელისუფლება, პირდაპირ და ღიად არის ყოველგვარი სახალხოობის მტერი, ყველაზე ჩაგრული სოციალური კლასების მტერი. მისი მთავარი მიზანი არის, რომ ერთის მხრივ იყოს და დარჩეს ძალაუფლებაში და მეორეს მხრივ ამ ძალაუფლებაში ყოფნის პერიოდში დააგროვოს და იშოვოს, რაც შეიძლება დიდი კაპიტალი. სწორედ ამას ეწირება საქართველოს მოსახლეობის ფართო მასების ინტერესი, როგორც გუშინ და გუშინ წინ თბილისში მოხდა ეს გამოსახლების შემთხვევაში, ისე რამდენიმე კვირის წინ და თვეებია, რაც ჭიათურაში ხდება მაღაროელების შემთხვევაში, რაც საირმეში ხდება, საირმის ტყის გასხვისების შემთხვევაში, რაც ბალდაში ხდება, ბალდის კანიონის შემთხვევაში, რაც სურებში ხდება, ჰესის შემთხვევაში. ხო? აი ეს ყველაფერი არის მეორე ნაწილი მთელი იმ ისტორიისა, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. ამ ისტორიაში ერთის მხრივ ქართული ოცნება ცდილობს გააძლიეროს მისი ავტორიტარიზმი და ამისათვის მას სჭირდება ჩამოიშოროს დაინტერესებული მხარეები, ჩამოიშოროს აქტორები, ძალაუფლების ცენტრები და ასეთი ერთ-ერთი ცენტრი იყო დასავლეთი და დასავლეთის გავლენა საქართველოში, რომელიც გარკვეული სახით ითხოვდა დემოკრატიის, თუნდაც ფორმალურ დემოკრატიას, თუნდაც ლიბერალურ დემოკრატიას. ეს ქართული ოცნებისთვის დღეს პრობლემურია, იმიტომ რომ მათი მიზნები არის განსხვავებული, ამიტომ მათ ჩამოიშორეს ეს ასე ვთქვათ აქტორი და მეორე ნაწილია, რომ ასევე მათ პრობლემას შეექმნებოდათ, მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ უფრო ფართოდ, არა კონკრეტულად აი იმ ძირითად საკითხებზე, რომელზეც ქართულ მეინსტრიმულ მედიაში საუბრობენ, ხოლმე არამედ აი სოციალურ საკითხებზე, რო საუბრობთ, გარემოსდაცვის საკითხებზე, ხო? აი იქ როგორც კი დაიწყებოდა ეს ამბები, რასაც ისინი აპირებენ, ხო, 217 ჰესი უნდა აშენდეს, ხო, საქართველოში, ხო, ეს უკვე გამოქვეყნებული სია, ხო, ნუსხა. აი იქ არ უნდა მოხერხდეს, ამიტომ იყო საჭირო NGO სექტორის, ეგრეთ წოდებული NGO სექტორის განეიტრალებაც. ან ამ შემთხვევაში უკვე სამოქალაქო სექტორი ჩნდებოდა როგორც აქტორი, რომელიც გარკვეულად მაგალითად უფასო სამართლებრივ მომსახურებას გაუწევდა, თქვათ ამ ადამიანებს, აქაც ასე შეასუსტეს და ეს გაგრძელდება და რა თქმა უნდა გაძლიერდება ქართული ოცნების ესე იგი სწრაფვა, რომ დააგროვოს რაც შეიძლება მეტი. მეორეს მხრივ მე მინდა ჩემი გადმოსახედიდან, ჩვენი ორგანიზაციის სახედან აღნიშნოთ და სხვა გადაცემაც მითქვა, რომ თვითონ ევროკავშირის საკითხი ან საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხი ჩვენთვის ასევე კრიტიკული ხედვის საგანია. ისე როგორც ევროკავშირის მიმართ ჩვენ არ გვაქვს რაღაცა განსაკუთრებით პოზიტიური დამოკიდებულება, ასევე არ გვაქვს სამოქალაქო სექტორის მიმართ საქართველოში, მაგრამ ის თუ ქართული ოცნება რას აკეთებს ევროკავშირთან მიმართებით და ის თუ ქართული ოცნება რას აკეთებს სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით, ეს არანაირ კავშირში არ არის რეალურად რაიმე სიკეთის მოტანასთან ქართული საზოგადოებისთვის და პირიქით და მეტიც. ის, რასაც ქართული ოცნება ევროკავშირთან მიმართებით აკეთებს, ან სამოქალაქო სექტორს უკეთებს, ეს ყველაზე მეტად ემსახურება უბრალო რიგითი ქართველი მოქალაქის ჩაგვრას. რამდენადაც ხვალ როდესაც ვინმეს გაძარცვავენ, ხვალ როდესაც ვინმეს დაუკრძალავენ მის მდინარეზე ჩასვლას, ხვალ როდესაც ვინმეს ეტყვიან, რომ აი ეს მადანი, რომელიც შენი ქალაქის საკუთრებაა, სინამდვილეში ვინმე სხვას ეკუთვნის, ამ ადამიანმა ხმა ვერ უნდა ამოიღოს და თუ ხმას ამოიღებს, არავინ უნდა იყოს, ვინც ამას გააშუქებს, მხარს დაუჭერს და სხვა საზოგადოებას, ასე ვთქვათ, ხმას მიაწვდენს. სწორედ ამიტომ მე გამოვიყენებ ამ დროით რესურსს, მინდა სოლიდარობა გამოუცხადო გამოსახლებულებს, მინდა რომ გამარჯვება ვუსურვო ამ ადამიანებს, დარწმუნებული ვარ რომ ისინი გაიბრძოლებენ
თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ერთჯერადი გაბრძოლება ამ ქვეყანაში ბევრს ვერაფერს მოიტანს. როდესაც გამოსახლებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა ვსაუბროთ საბინაო პოლიტიკაზე მთლიანად. საბინაო პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში უამრავი უსახკაროა გამოსახლების გარეშეც, საქართველოში უამრავ ოჯახს უწევს ყოველდღიურად ქირის გადახდა, სტუდენტებს უწევთ ქირის გადახდა. ადამიანები აი ესეთ დღეში არიან, რომ ცხოვრობენ რაღაცა ძველ ქარხანაში, წარმოიდგინეთ. ძველ ქარხანაში ცხოვრობენ, მოპირდაპირე მხარეს ათობით და ასობით სამშენებლო კომპლექსი, ვილა ეს, ვილა ის შენდება. თვითონ აი ამ შენობიდან შეყურებენ აი ამ ულამაზეს შენობებს, არც ერთი სახლი მათ არ ეკუთვნით და არც ერთს არ აქვს იმის იმედი და პერსპექტივა, რომ ხვალ შეიძლება რომელიმე სახლი მისი გახდეს და ამოსავალი წერტილი ეს არის და ჩვენ გარდა იმისა, რომ გვჭირდება ესე იგი დემოკრატია და ჩვენ არ უნდა გვინდოდეს ავტორიტარიზმში ცხოვრება, ამასთანავე ჩვენ მკვეთრად და მკაფიოდ უნდა ვხედავდეთ, როგორ საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება. და ჩვენ ისეთ საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება, სადაც აი თითოეულ ადამიანს, ვინც გამოასახლეს, არათუ გამოსახლება, არამედ იმ პირობებში ცხოვრებას არ მოუწევდათ, როგორში ცხოვრობენ. ანუ ხალხს ესე იგი ტელეკომპანია იმედი აჯერებს და კიდე რამდენიმე, რომ ამ ადამიანებს რაღაცა აქვს, სხვა ქონებები აქვთ. და ესე იგი გაგიჟდნენ, გაიგე? და აი იქ ცხოვრობენ. ესე იგი არის ხოლმე რა ჩვენთან იციან ხოლმე თქმა, რომ აი ესეთ სიღარიბეში თუ ადამიანს ცხოვრება შეეძლო რაღაცა არ ვერც წარმომედგინაო და აი მართლა რომ ვერც წარმოიდგენთ ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობენ ადამიანები და თურმე ამას ეხალისებათ რა, აი სხვაგანაც აქვთ, მაგრამ აქ მოწონთ ცხოვრება. ნუ სრული სიგიჟე და მე მინდა რომ ქართულ მოსახლეობის იმ ნაწილს, ვინც ხშირად მივმართავ ხოლმე რა, განსაკუთრებით მაინტერესებს როგორც წესი იმ ადამიანებთან საუბარი, ვინც არ გვეთანხმება. და ყოველთვის ძალიან ლოგიკურად აღვიქვნა პოლიტიკური პროცესია, ხა ვინ რაც არ უნდა დაარქვას, ვიღაცისთვის ეს არის, ვიღაცისთვის რაღაცებს არ ქნა ომია და ისა. პოლიტიკური პროცესია. პოლიტიკურ პროცესში მეორე მხარე არის განსხვავებული შეხედულება არსებობს, განსხვავებული შეხედულება მოდის რაღაცა განსხვავებული ლოგიკიდან, შეიძლება პროპაგანდის მიერ იყოს მოხელთებული, შეიძლება პროპაგანდა ძალიან კარგად ახერხებდეს, სწორი ილეთებით ახერხებდეს იმ ადამიანის ისე მოთმინიერებას, რომ მას არ უჩნდებოდეს კრიტიკული კითხვები, მოთმინიერება სიტყვა უხეშია, თუმცა მოგოდი ამ სიტყვისთვის. მეორე მხარემ უნდა გაიაზროს, რომ სინამდვილეში დღეს მაგალითად ტელეკომპანია იმედის მონაყოლი, რომ ჩვენ კარგ ქვეყანაში ცხოვრობთ, ეკონომიკა იზრდება, ყველაფერი კარგად არის, რომ თქვენ უნდა იყოთ კმაყოფილი იმით, რომ თქვენ გაქვთ მშვიდობა, თქვენ გაქვთ სტაბილურობა და ხმა არ უნდა ამოიღოთ, რომ რაც ხდება ყველაფერი სამართლიანია, რომ ეს ვინც ესე იგი ქართულ ოცნებას შეეწინააღმდეგება, ყველა თქვენი პირადი მტერია, ზოგი აგენტია, ზოგი ნაცია, ანუ მთელი აი ეს რიტორიკა არის ესე იგი ქართული ოცნების ამომრჩევლებისთვისავე მოგონილი ტყუილი, რომელიც დგას აი ამ ადამიანების არაცნობიერ შიშებზე, არაცნობიერ სურვილებზე, არაცნობიერ ტენდენციებზე, განდევნილ ტენდენციებზე, ქართული ოცნება მანიპულირებს მათი შიშებით და ამ გზით აღწევს მის ვიწრო, არა პოლიტიკურ, არამედ არც ზოგჯერ შემთხვევაში არც პარტიულ, არამედ ბიზნეს ინტერესებს და ბიზნეს ინტერესი არის რომ ამ ქვეყანაში უნდა გამდიდრდეს 1%, 99%-ის გაღარიბების ხარჯზე და სწორედ ეს არის ჩემი აზრით ჩვენი მთავარი საბრძოლო ველიც. ჩვენ იქ უნდა დავხვდეთ ქართულ ოცნებას, სადაც მისი სამიზნე ფრონტი არის და გაიმართება.